Приветствует вас. А сегодня и требуйтесь. Халхуни халхотрати. მოგესალმებით მეგობრებო, ეთერშია წითელი ზონა. ეს რადიო თავისუფლების და პირველი არხის ერთობლივი პროგრამა გახლავთ. 1992 წლის 6 იანვარს საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ და მისმა მომხრეებმა მოახერხეს ალყაშემორტყმული პარლამენტის შენობიდან გამოსვლა და ჯერ აზერბაიჯანში და შემდეგ სომხეთში გამგზავრება. მაგრამ არც ერთმა ჩვენმა მეზობელმა არ დატოვა გამსახურდია. სომხეთის მთავრობამ მხოლოდ ის შეძლო, რომ გადასცა ზვიად გამსახურდია იმხანად სეპარატისტული რეგიონის ხელმძღვანელს ჩეჩნეთის მთავრობას. როგორ მოახერხა ეს? როგორ მოახერხა და რას იგონებს დღეს ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია? საქართველოს პირველი პრეზიდენტი ხომ ჩეჩნეთში თავის ოჯახთან ერთად, თავის შვილებთან ერთად გაემგზავრა. ვინ დაეხმარა საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას და ვინ უღალატა მას იმ დროს? პრეზიდენტი დევნილობაში. დღეს ეს არის ჩვენი გადაცემის თემა და ცოტნე გამსახურდია გახლავთ ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეთერშია წითელი ზონა. მოდი ჯერ დავიწყოთ იმით რა გახსოვს. პირველ რიგში ალბათ აქედან წასვლა. ძალიან ბევრი რამ თითქმის ყველაფერი მინდა გითხრა. ალბათ ამაზე წიგნს დაწერდი. ჯერჯერობით მეხსიერებას არ უჩივი. მაგრამ შეიძლება წიგნს იცი რა არის არსებობს რაღაც გარკვეული სიახლოვის აბერაცია ისტორიაში მოიხსენება, ისე როგორც შიშორის და აუცილებელია უბრალოდ გარკვეული დრო უნდა გავიდეს, სანამ რაღაცას ვთქვათ, გაიხსენებს. ის ფაქტია სხვათა შორის, რომ ადამიანი ერთი და იგივე მოვლენებს სხვადასხვანაირად იხსენებს. რომ დაგავიწყდეს? ეს საშიშროებას არსებობს, დიახ, მაგრამ თან მე რა არის, იცი, წმინდა ადამიანურადაც შეიძლება ეს ვერც მოახერხო, თუ ისე ვთქვათ, აი შინაგანად გადამუშავებული არ აქვს ეს ყველაფერი. მე მახსოვს მაგალითად სიღმაწვილიდან, ახალგაზრდობის პერიოდი, ახლა არც ისე
ახალგაზრდა ვარ შეიძლება როგორც ვინმესთან შედარებით, მაგრამ ვიღაცას გონია, მაგრამ აი მაგალითად სადღაც 25-30 წლამდე ჯერ კიდევ მიჭირდა ამ ყველაფერზე აი ფიქრიც გახსენებაც კი, ესმის? აი მქონდა დიდი ინფორმაცია, აი მაშინ 20 წელს რომ ვიყავი დაუშვათ იგივე ჩეჩნეთში მაშინ მithumetes, მაგრამ აი ვერ ვახერხებდი ამ ინფორმაციის გადამუშავებას, გააზრებას, ესე ვთქვათ, თუნდაც წესრიგული მდგომარეობიდან გამომდინარე. და ეს აბერაცია არსებობს, ეს დამოკიდებულება მე ახლა ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, სკეპტიკული სატირული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხშირად ლუკმაპურის საშოვნელად ან რაღაც ცუდი მიზნებით დაუშვათ ყველა ვის კი მომაჩემს იმ დროინდელ მოვლენების დროს ახლოს გაკარებია რაღაცას, ყველა იწყებს მემუარების წერას და წერენ 1000 სიბრიყვეებს, სისულელეებს, მიაწერენ ამ გამსახურდიას და კოსტავას, 1000 სისულელეს და აი პოლემიკა წაკითხვაც კი არ ღირს ამ ყველა. ეს კერპის შექმნის ესეც მათ შორის და თან რა არის, იცი? ხშირად ამატებენ ცუდი განზრახვით, ეს ბუნებრივად, ასე ვთქვათ, აი სტანისლავსკის მეთოდი რომ გავიხსენოთ, ეს ბუნებრივად გამოდის, გესმის? აი მოლა რო თავის ტყუილს იჯერებს, ეს ვარიანტია რა. აი ის მასაც ძალიან უნდოდა, რა წარმოდგენაც მას ჰქონდა ამ ადამიანებზე, ის მათ მიაწევს თავის სუბიექტურ პროექციას და ეს პროექცია და ეს მისი წარმოსახვა ერთი ხდება ცოტა ხანში რა, ასე რომ ვთქვათ. აი რუსებს მაგალითად ჟანდარმერიის აგენტებს ჰქონდათ ასეთი გამოთქმა. ვრიოტკა კაჩევიძეც აი იგივე ვრიოტკა კაჩევიძეც ხო წარმოგვიდგენია იტყუება როგორც თვითმხილველი, როგორი რაღაცაა რა, მაგრამ ადამიანის გონებას აქვს ასეთი თვისება, როდესაც წლების შემდეგ სხვადასხვანაირად ახსენდება, როგორც წეღანას გითხარი, ერთი და იგივე ეპიზოდები. ანუ ეს შელამაზებული, გადაკეთებული, გადასხვაფერებული და ასე შემდეგ, გესმის? ну კიდევ ახლა სხვა მომენტებიც არსებობს ის რომ ახლა ადამიანი ამჩნევს იმას ის შემჩნევაც უნდა ამახსოვრდება ის რაც მას უნდა და ყველაფერი სუბიექტური პროცესი. რომელიმეს გამოყოფ სიმართლესთან ახლოს ყოფ. არ ვიცნობ მართალი რომ გითხრა ასეთს. ამ ჟანრს არ ვიცნობ. ох, არ ვიცი რა გითხრა, ვერაფერს ვიცი. Сизмари კი ნამდვილად. А сон я действительно не видела. Явилось мне приседая дева. შევხვდი ვითომ სიზმარში. მახსოვს. წამოვიდა, ნუ გეშინიო. მეო, ღვთისმშობელი ვარ. ღმერთო, შენი სახელი სჭირი მე და მასკენი. მე ასე ვიცი. Не смейтесь надо мной, я честная женщина. ასე ვიცი, მე ასე ვარ გაჩვეული, ეს დანაშაულია. Так вот, она сказала, передай моим непокорным детям, она назвала фамилии. Шеварднадзе, Натадзе, Шенгелая, Гогуберидзе. Шеварднадзе აცნობეო ესე მითხრა. იმასო, ჯერ თქვა ნათადე, შენგელაია, ღოღობერიძე, გვარები თქვა მარტო. Передай моим непокорным детям, что они перед большой опасностью, чтобы они опомнились. А про Звияда она сказала, что он ее крестник. ტრავმები აი ბევრი ამბობს რომ მომისმენია რომ ეს არის ტრავმირებული პირდაპირ ასე მეთქობს ოჯახი ბევრისგან გამიგია და ბუნებრივი არის რომ გავიხსენოთ თქვა ბიოგრაფია გავიხსენოთ როგორ მიმდინარეობდა მოვლენები ერთ ტრავმას მეორე ტრავმა მოყვება მაგრამ ასაკი იმიტომ მკითხე გარაცემის დასაწყისში რომ არის ასაკი როდესაც ტრავმა განსაკუთრებით მოქმედებს ხო აი ეს სწორედ ის პერიოდი იყო ზუსტად დაემთხვა ну გარდადეხის პერიოდი მოგეხსენება ჯერ ისედაც ტრავმულია ნებისმიერი მოზარდისათვის და თან მithumetes მაგრამ მაშინ ალბათ ცდილობდი რომ აგეხსნა. კი, რა თქმა უნდა. რა შეიძლება და ყოფილიყო აი ამ ტრავმების მიზეზი თუ არა? რა თქმა უნდა, ცდილობ რომ ახსნა რაღაც ხელოვნურ კონსტრუქციებს იგონებ, უამრავი კომპლექსი ტანჯავდა, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ფასი გადავიხადე ამ ყველაფრისგან გათავისუფლებაში. ძალიან ბევრი ილუზია, ძალიან ბევრი ტყუილი, რა ვიცი, ძალიან ბევრი ფარისევლობა. როგორ გითხრა, გოგი ახლა ის რაც მხოლოდ ჩემს შემთხვევაში არ იყო აქტუალური და ზოგადად საქართველოში მიღებული და მეინსტრიმულია მე ვიტყოდი. ის კიდევ საბჭოთა საქართველოში. ხო, რა თქმა ხო, ეგ არ დაგვაქვს. საქართველოს საბჭოეთისგან გარეშე, საბჭოეთის გარეშე არ მოიაზრება. დროს როცა ამდენი მოღალატეა, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება მომავალში ამ ტრავმამ, ამდენი მოღალატის ნახვამ შეიძლება იმოქმედოს შენზე და ადამიანების მიმართ ნდობა დაკარგო. ადამიანების შეგეზროს კი, რა თქმა უნდა, მქონდა ასეთი პერიოდიც. დიახ, რა თქმა უნდა. მქონდა ასეთი პერიოდიც. მაგრამ დიდხანს არამცუ არ გასტანა, ვერ გასტანა, უბრალოდ ვერ მოახერხე, ასე ვთქვათ, ამ პერიოდში ჩარჩენა. მე მოგეხსენება ახლა მე მჯერა
ცნობიერების, მარადიოლოგიის, კარმის არსებობის, მე მჯერა იმის, რომ ჩვენ აქ სუფთა ფურცლიდან არ ვიწყებთ. და ალბათ რა ვიცი, რაღაც პოზიტიური წანამძღვარი მქონდა, რომ ამ ვერ შევიზიზღე, უბრალოდ ვერ შევიძულე კაცთა მოდგმა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საფუძველი მქონდა საამისოდ. იქნებ კარგი ადამიანები ბევრი შეგხვდა და გადაწონეს მათ. არა, ბევრი არ შემხვედრია კარგი ადამიანები, მაგრამ მე კარგმა ადამიანებმა გადასწონეს. შეგიძლია გაიხსენო. მაგალითად დუდაევი. ჯოჰარ დუდაევი მართლაც კარგი ადამიანი იყო. მე მახსოვს ახლა მე ვიყავი 17-18 წლის ყმაწვილი. როგორ მაშინ უკვე რა ჩეჩნეთის პრეზიდენტი იყო ეს ძალიან ღირსეული გენერალი, რა ვიცი, სამსიტყვის საუკეთესო მნიშვნელობას მე მაგალითად მაინც და მაინც დიდ სიმპათიებს არ განვიცდი სამხედრო პროფესიის მიმართ. რა ვიცი, საწყენად არ ნურავენ გაიგებს და მიიღებს, მაგრამ ძალიან ღირსეული, ძალიან ესეთი ბუმბერაზი ადამიანი და ბანალური გამოთქმა რომ ამოვიყენო დიდთან დიდი იყო პატარასთან პატარა. მახსოვს მის კაბინეტში როგორ ამშვიდებდა, მიხსნიდა, რაღაც ჭკუას მარიგებდა, ასე რომ ვთქვა. აი, მამა ჩემის გარდაცვალებიდან არკვეული ცირე პერიოდის შემდეგ. რო ჩახვედით მაშინ? მაშინ იმდენად მე არა საიდან მოდიოდა დიახ ჩვენთან, მოდიოდა მამა ჩემთან. მაშინ ახლა ჩვენ საიდან გვექნებოდა ასეთი ახლო შეხება, მაგრამ მისი ოჯახის წევრებთან, შვილებთან, ცოლთან, რა თქმა უნდა. მაგრამ მამა ჩემის გარდაცვალების შემდეგ უკვე პირადად მქონდა, ასე ვთქვათ, მასთან შეხება 18 წლის ვიც. Дорогие наши братья и сестры, я и волнуюсь, и есть чему основание. Наверное, то, что вы, избранники собственного грузинского народа, и его государственного устройства, волею судьбы, неправедными путями оказались в братской вам соседней республике и продолжаете свою миссию, возложенную на вас грузинским народом. Как бы это ни было вам тяжело и не преследовались ваши цели и намерения, является тем гарантом, что Грузия жива, демократия Грузии жива, и воля народа, выраженная в выборе именно вас, остается незыблемой, и народ не обманулся в своем выборе. Личными путями, наименьшими потерями в этой длительной политической борьбе. У нас тоже сегодня праздник. Парламент Чеченской Республики только 15 минут назад принял свою первую конституцию, отвергнув все остальные бывшие законы и вступив в новую фазу своей жизни. და თავად ჩეჩნები ჩახვედით იქ შემჩნეთ რომ აი ღია იყო კარი ღია იყო ეს კარი უდაოდ ღია იყო უდაოდ იყო შესანიშნავი დამოკიდებულება იყო სკოლაში სწავლობდი სკოლა დამამთავრე მე იმ წელს დამამთავრე სკოლა უნივერსიტეტი როგორი იყო უნივერსიტეტი ერქვა ტოლსტოის სახელობის მე გეტყვი აი ტოლსტოის სახელობის უნივერსიტეტში ამას სხვათა შორის ვიხსენებ ხოლმე და რუსული კარგად ვიცოდი ქართველი ყმაწვილის პირობაზე ხოლმე სკოლაში 5-ები და 4-ები მყავდა ამ საგანში ჩემი მასწავლებლების წყალობით სხვათა შორის დღესაც ძალიან დიდი სიმპათიით მახსენდება მათი შემოყვარეს შეიძლება ითქვას რუსული პოეზია რუსული კარგად ვიცოდი მაგრამ ჩეჩნეთში რომ ჩავედი მივხვდი რომ თურმე არაფერი არ მცოდნია და შემდეგ როდესაც მოვხვდი მოსკოვში მივხვდი რომ არც ჩეჩნეთში ვიცოდი თურმე რაიმე თუნდაც ძალიან ფარდობითია ეს მის native speaker-თან შენი შედარება ისევე როგორც იგივე შეიძლება ითქვას ინგლისურზე გერმანულზე და ასე შემდეგ იყო უნივერსიტეტი ძალიან მიზერული დაფინანსების პირობებში შევიწროების პირობებში იმიტომ რომ ახლა მაშინ უკვე ფედერალიზაცია რომ დაირღვა როდესაც ჩეჩნეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ეს ხანმოკლე ვიღაც ქონდა მეცნიერების და სწავლა-განათლების არც დრო იყო აღარც სურვილი და ახლა ეკონომიკურად როგორ ცხოვრობდა ეს ხალხი ბლოკირებული იყო რამდენად ბლოკირებული იყო მაგრამ არც ისე არის მაშინ თავისთავად
რუსეთის არაორგანიზებულობის გამო არ იყო, ასე ვთქვათ, ესეთი რკინის ფარდა ვერ ჩამოაფარეს უბრალოდ. ძალიან ბევრი ჩეჩენი სერიოზულ წარმატებას მიაღწია მოსკოვში, იგივე ბიზნესის თუ ნახევრად რაღაც კრიმინალურ სფეროში, ისინი არ ივიწყებდნენ საკუთარ სამშობლოს. და ითქვას ახლა ისიც, რომ დუდაევსაც გარკვეული კონტაქტები ჰქონდა. ამას ვთქვათ. მოსკოვურ ჩეჩნებთან, მოსკოვურ დიასპორასთან და საშიში არ იყო თქვა დაცვა დაყვებოდა. როგორ ის არა, მე დაცვის მიმართ უნივერსიტეტში დადიოდი. არა, როგორ გიწება, რა დაცვა არის დაცვა. ანუ არ იყო საშიში, მაინც. არა, საშიში როგორ გითხრა? საშიში როგორ გითხრა? საშიში შეიძლება იყო გარკვეულწილად, მაგრამ ესე თუ მივუდგებით თავისთავად რა არის, იცი, აი დღევანდელი გადასახედიდან იმ დროინდელ საშიშროებებს ვერ შეაფასებ ასე. იმიტომ რომ რაც დღეს გეჩვენება, ასე ვთქვათ, მეტნაკლებად დაალაგებულ ცხოვრების პერიოდში, რომ საშიშია დღეს. მაშინ ეს ჩვეულებრივი აი ესე აბერაციებზე და აღქმაზე გადავდივართ, გესმის? ახლა მაშინ მასე შემიძლია საბრძოლო მოქმედებების პერიოდიც მოუყვე და ისევე როგორც აქ იყო ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა ის რაღაცელებიც საშიში იყო ვიდრე ის რომ ჩვენ ამ შესანიშნავ კაფეში ვზივართ და დღეს ვსაუბრობთ ამაზე საშიში. მაშინ ალბათ საუბრობდით ქართულ საზოგადოებაზე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ყველაფერ ამაში რაც მოხდა. შენ თქვი რომ აი გარკვეული თვალსაზრისით გაბოროტებაც ჰქონდა ყველაფრის მიმართ. ამ საზოგადოების მიმართ შენი დამოკიდებულება როგორი იყო და თუ იცოდით და გრძნობდით და საუბრობდით რა თქმა უნდა შევარდნაძე დაბრუნდება საქართველოში. გამარჯობათ. დღეს 91 წლის 11 სექტემბერია. ჩვენ დღევანდელ გადაცემას ვიწყებთ უნივერსიტეტის ეზოდან. აქ ჩატარდა დღეს ერთ-ერთი მე ვიტყოდი მორიგი მიტინგი, მაგრამ მიტინგი რომელიც არა ჩვეულებრივად დამთავრდა. დასრულდა იგი იმით, რომ მომიტინგეთა ერთი ჯგუფი დაჯდა უნივერსიტეტის კიბეებზე ეგრეთ წოდებული მჯდომარე აქციის ჩასატარებლად. მაგრამ მანამ გავაგრძელებდეთ ჩვენს საუბარს და შევხვდებოდით ამ აქციის მონაწილეებს. მე მინდა გითხრათ, რომ არ ვიცი ეს გადაცემა ეთერში როდის გავა, ყოველ შემთხვევაში დღეს ნამდვილად არა, ვინაიდან ახლა უკვე ძალიან გვიან არის, ღამის 12 საათია. მოდის ვიხდი. მოდის ვიხდი. თქვენი და თქვენი მეგობრების ამ აქციის საერთოდ ინიციატორების ძირითად ჩანაპირზე. იცით რა, მე ვერ გეტყვით ინიციატორი ვინ არის, იმიტომ რომ აქ გამოცხადდა 2-3 კაცი, რომელმაც გადაწყვიტა აქ ჯდომა და მე ესე იგი ინტელიგენცია მიუჯდა თავისით ამ აქციაში მონაწილეობა მიიღო. რა მოთხოვნით? იცით რა, მოთხოვნა ის კატეგორიული მოთხოვნა არის, რომელსაც დღეს მთელი, მე ასე ვიტყოდი, პროგრესული საქართველო უნდა ემხრობოდეს, რომ ჯერ ჩვენ უნდა საკუთარი გავინთავისუფლოთ და შემდეგ ვიფიქროთ საქართველოს განთავისუფლებაზე. მე არ გამიგია, რომ მონამ თავის სამშობლო განთავისუფლა. ჯერ მონამ თავისი სული უნდა გაინთავისუფლოს. შევარდნაძე რომ დაბრუნდება, მაშინ ჯერ ესეთი, ახლა დავიწყოთ აქედან მე მამაჩემთან ძალიან მორიდებული და მოკიდებულება მქონდა. განა იმიტომ რომ ის თვითონ ითხოვდა, იწევდა ამ ყველაფერს. არა, უბრალოდ, რა ვიცი, ასე გამოვიდა. რომ ეს მას ფაქტიურად მხოლოდ ესე ვთქვათ დისტანცია მეჭირა და მხოლოდ ესე ვთქვათ რასაც მეტყოლა დამავალებდა მას ვაკეთებდი და ახლო კონტაქტში არ შევდიოდი, რაც თვითონ სვათაშვილიც ძალიან წინდა. მაგრამ შევარდნაძე რომ ამ ყველაფერს უკან იდგა ეს პირველი დღიდანვე არ ყოფილა საიდუმლო და არ ყოფილა ასე ვთქვათ გასაკვირი. და რომ ჩამოვიდოდა? რომ ჩამოვიდოდა. ხო, ეს ძალიან მალე მოხდა, როგორც გახსოვს, ორ თვეში მოხდა, 6 მარტს იყო თუ არ ვცდები, ხო, 6 მარტს ორ თვეში ფაქტიურად რა. თბილისიდან 6 იანვარს წავედით და 6 მარტს შევარდნაძე დაბრუნდა. ასე რომ მარც ყოფილა რაღაც ისეთი სამკითხაოდ დრო, რომ აი დაბრუნდება, არ დაბრუნდება, ამას არავის ეპარებოდა ამაში ეჭვი. რაც შეეხება ახლა ისევ დაუბრუნდები, რომ საზოგადოების მიმართ დამოკიდებულებას როგორ გითხრა, მე ახლა ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს ვაცნობიერებდი იმას, რაც შემდგომ ვისწავლე. ახლა მქონდა რა თქმა უნდა რაღაც გარკვეული იდეოლოგიზირებული რაღაც კლიშეები, სტერეოტიპები, ესე როგორც ნებისმიერ ადამიანს. ხო გითხარი ახლა გაბოროტება როგორც ასეთი ყოველ შემთხვევაში ეს ხანგრძლივად არ ყოფილა და ეს უკვე შემდეგ იყო შეიძლება ითქვას, აი უკვე როდესაც
ეს ყველა რაღაცები გავიაზრე და ისე დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ მე თავად იმ პერიოდში, სანამ ჩემი ცოცხალი იყო, მე თავად მაშინ ვერც ვაცნობიერებდი ყველა იმ სიმდაბლეს თუ მახინაციას თუ რაღაც ასე ვთქვათ ადამიანურ ხრიკებს, ცუდი გაგებით ვიტყვი ამ სიტყვას. რასაც მაშინ ჰქონდა ადგილი. ყველა იმ ფენომენს მე ვერ ვაცნობიერებდი. თუნდაც ელემენტარული ცხოვრების გამოცდილების უქონლობის გამო, ასაკის გამო და იმის გამო, რომ აი ამ ინფორმაციის, ასე ვთქვათ, ჯეროვნად აღქმა და გადახარშვა მე ჯერ არ შემეძლო. მაგრამ რა ვიცი. მაგრამ არსებობს მამათა და შვილთა ბრძოლა, შეიძლება არსებობს. არა, მაშინ დისტანცია მქონდა, ეს დისტანცია კი. ანუ არ კამათობ. ჩვენ შემთხვევაში არ ეგარ, ჩვენ შემთხვევაში არ ყოფილა. ეხლა მაშინ იმ პერიოდში ეს დღევანდელი მამები და შვილები მაინც სხვა გოგი, ეხლა მოგეხსენება თავადაც არ ხარ. შვილი, თავადაც არ ხარ შვილი და ესე იგი, მოგეხსენება რომ მაშინ მაინც უფრო პატრიარქალური ტრადიცია მძლავრობდა. საკუთარ დღეს მაგალითად ახლა მე რომ უყურე მამების და შვილების ურთიერთობას, ან მასწავლებლების და მოწაფეების ურთიერთობას, დღეს მაშინ ჩვენ დროს ეს წარმოუდგენელი იყო და შენ დროს მოგეხსენება. დღეს რო უყურებ არქივებს, მაგალითად იმ დროის არქივებს. რომ უყურებ არქივებს? აი, წავიკითხე სადღაც, რომ შეცდომებსაც ხედავ, თქვა. რა თქმა უნდა. იმიტომ შენ კერპზე დავიწყეთ საუბარი და კერპი ვისაც ყავს ის შეცდომებს ვერ ხედავს კერპის შეცდომებს. რა თქმა უნდა, კი შეცდომები, უბრალოდ აი ისევ და ისევ საჭირო იყო დრო ამისთვის, რომ ამის გასაზრებლად და მე რა არის, იცი, ახლა ჩვენ რომ დღეს ვისაუბროთ იმაზე, როგორ იქცეოდა დაუშვათ აი ნოე ჟორდანია დაუშვათ, ან როგორ იქცეოდა აი დავით აღმაშენებელი, ძალიან ეს მაგალითი უბრალოდ მკლავს, რომ აი 1000 წლის მიჯნას ვერ გადმოვდივართ აქეთ და დღესაც მიდის, რომ აი დავითი ამასინაც წავიკითხე, რომ ეკონომიკური წარმატებაო დავით აღმაშენებლის პერიოდში როგორი იყო, ვიღაც სრული სერიოზულობით წერდა, ისმის. და ყველგან წარსული. რა თქმა უნდა, დიახ და ჩვენ რომ დღეს დღევანდელი გადასახედიდან ვიმსჯელოთ იმაზე, ძალიან ძნელი იქნება. მოდი ჩვენ არ დაგვავიწყდეს რომ რა პერიოდი იყო მაშინ საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდი, მთელი საფრთხეები რაც გააცნობიერა გახლად გამოგვიძებულმა საზოგადოებამ და ისევე როგორც საზოგადოებამ ლიდერებმაც იმ შემთხვევაში არ იცოდნენ ბუნებრივია ძალიან ბევრი რამ და ისინიც პირველ ნაბიჯებს გავდნენ შეიძლება ითქვას პოლიტიკაში. იყო გადაჭარბებული შეიძლება ითქვას რადიკალიზმი სხვანაირად ვერ იქნებოდა. ჩვენმა დამოუდგებით მხარში ოღონდ იმ პირობით რომ და აღადგინონ ისტორიული სამართლიანობა და დაგვითმონ ჩვენი მიწა-წყალი და დამკვიდრდნენ იქ, საიდანაც მობრძანდნენ. მე გთხოვთ აქ გამომსვლელებს თუ ვინმე მოინდომებს ამ ჭეშმარიტების სხვაგვარად წარმოდგენას არ მოусმინოთ. აფხაზიერი არ არსებობს ვიმეორებ. საქართველოს წინააღმდეგ ეკოლოგიური ომის შეწყვეტას, რაც გამოიხატება გიგანტური ჰესების მშენებლობაში, გიგანტური წყალსაცავების მშენებლობაში, რაც სჭირდება ესოდენ ხელოვნურად გაზრდილ ინდუსტრიას, რომელიც საქართველოს ინტერესებს არ ემსახურება, რომელიც ემსახურება ცენტრალისტური ხელისუფლების ინტერესებს და მიზნად ისახავს საქართველოს რუსიფიკაციას, დემოგრაფიული წონასწორობის დარღვევას და უცხოტომების ხელოვნურად გამრავლებას საქართველოში. ამით ჩვენ არამც და არამც არ გამოვთქვავთ მტრობას სხვა ერებისადმი, მაგრამ ჩვენი ერის ინტერესები პირველადია. საქართველოს ქართველების ქვეყანაა უპირველეს ყოვლისა და სხვა ყველანი მოსულნი არიან, სტუმრები არიან. ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ. ახლა ვინ თქვა, მე მგონი ერთ-ერთმა ჩვენმა მეგობარმა დაწერა, გამსახურდიას რომ არ ეძალა, ესენი დღესაც საბჭოთა კავშირში იქნებოდნენ, რაღაც ინტელიგენციის დღევანდელ მანევრებზე. ესმის და ეს რადიკალიზმი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დღესაც საბჭოთა კავშირში ვიქნებოდით, არავის და არაფრის გამართლებას არ ვაპირებ, უბრალოდ ფაქტს აღნიშნავ. ბალტიისპირეთი არ იყო ასეთი რადიკალური. ბალტიისპირეთი საკმაოდ რადიკალური იყო, ასე ვთქვათ, აი აქციებთან დაკავშირებით, მოგეხსენება ახლა გახსოვს, როგორ სასტიკად გაუსწორდა მათ საბჭოთა ჯარი და საკმაოდ აგრესიულად და ასე ვთქვათ
ის ინიციატივით იყო განწყობილი მაშინ და მოქმედებდა ბალტიისპირული ეროვნული მოძრაობა. დღესაც ახლა ლანდსბერგის ის სიტყვებს თუ დააკვირდები და გამოთქმებს, ის გაცილებით უფრო რადიკალურია, ვიდრე ნებისმიერი დღევანდელი ქართველი პოლიტიკოსი. დღესაც. მაგრამ ჩვენს შემთხვევაში კიდევ ძალიან ძიმე გეოგრაფიულმა გარემომაც განაპირობა ეს ყველაფერი. აი იყო მაგალითად ნაციონალიზმის აწეული ტემპერატურა. თუმცა ეს ტემპერატურა მე ვერ ვიტყვი, რომ ბევრად აწეული იყო, ვიდრე იმდროინდელი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში, მე ხლა ვგულისხმობ მაინც და მაინც უკრაინას და ბელორუსიას, სლავურ ქვეყნებს, იგივე შუა აზიის ქვეყნები რო აიღო მაშინდელი. და რატომ იცი, რომ ჩვენს შემთხვევაში მე ხლა აბსოლუტურად ჩვეულებრივი ადამიანური დამოკიდებულება მაქვს ნებისმიერი ეროვნების ადამიანისადმი და რა ვიცი, ალბათ მოიხსენება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენს პერიოდში იყო მაშინ, როდესაც რამოდენიმე ასეულობით 1001, მეორე თუ სხვა ეროვნების მოქალაქეები განიხილავდნენ საკუთარ სამშობლოდ არა საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებს. და ამას ძალიან ოსტატურად იყენებდა საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტი, დიახ, ოსტატურად იყენებდა იმ ლიდერების ძალიან ასე ვთქვათ, მკვეთ და აგრესიულ დამოკიდებულებას ამ ყველაფრის მიმართ და გავდნენ ათასნაირ სპექტაკლებს, ათასნაირ რაღაც PR აქციებს, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი ამ ხალხს ფულს უხდიდნენ? ნაწილს დარწმუნებული ვარო ფულს უხდიდნენ და ფული რომ არ გადაეხალათ, ახლა გავლენის აგენტები საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტს ახლა ათუნდა ამას საუბარი რომ ყავდათ მაშინ დაუშვათ აი ეთნიკურად არაქართველებით დასახლებულ რეგიონებში. ეს ფაქტია და აი დღეს მაგალითად მაშინ როგორც ასეთი არ იყო ეს გაგება. აი დღეს მაგალითად მე რომ მესმის ჩემი სომეხი თუ აზერბაიჯანელი მეგობრებისგან რომ რა აზერბაიჯანი, რა სომხეთი საქართველოა ჩემი სამშობლო. მე მიხარია ამის გაგონება დღეს. მაშინ ეს წარმოუდგენელი არ იყო. რა მინდა ამის გარშემო მე განვაცხადო გლეხმა კაცმა მე რომელიც უსმენ ხალხის სუნთქვას, ხალხის სიღრმეში ვარ. კერძოდ ჩვენს რეგიონი ხო ისიც რართული რეგიონია და აფხაზეთიდან ამოსული ვარ და ვიცი როგორ სუნთქავს ხალხი, რას ფიქრობს, რას ამბობს და მე მინდა ამ ხალხის სახელით გავმარტო პასუხი ამ შეკითხვას. ბატონის ზვიადი გამსახურდია აირჩია ხალხმა 90%-მა ქართველმა ხალხმა. მეგობრებო, სასაცილო რამე არის, ნიუჟელი ჩვენ 90% ხალხი ისე შევსდით, ისე გავბოროდით, რომ გავაკეთეთ ეს, ავირჩიეთ ეს კაცი. ალბათ არა ვართ მცდარი. ზვიადი არ არის ამის ღირსი, დაბეზღების, გინების, ყველა ვიცით ზვიადი ვინ არის და რა ძნელი გზა გამოიარა ერისათვის, მხოლოდ ერისათვის. ხო და ზვიას თუ შეცდომა მოუვიდა, ნუ გაგიკვირდება, ნუ რა ვიცი, ეს ბუნებრივია. უშეცდომო კაცი ქვეყანაზე არ არის, მაგრამ ჩვენ გავითვალისწინოთ მისი დადებითი მხარეები, დადებითი, თუ დადებითი ჭარბობს უარყოფით ხარეს, მაშინ ჩვენ უნდა მას დავეხმაროთ, არ უნდა ვლანძღოთ, არ უნდა ვაგინოთ. შეიძლება ამ ხიფათის გამოც იყო რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო სერიოზული შეიძლება ასე თქვას პრეტენზია რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას აუყენეს, ის იყო პუჩის მიმართ დამოკიდებულება გახსოვს. კი, პუჩის მიმართ დამოკიდებულება. თვითონ შეცდომა იყო. რა იყო იცი? ვერ ვიტყვი ახლა სიღრმისეულად, უბრალოდ ერთამეს გეტყვი, მაშინ მას უბრალოდ არ აინტერესებდა რა ხდებოდა მოსკოვში. ასე ვთქვათ, მისთვის თავარი იყო მაშინ საქართველოს, ამათ ჩემზე ვიძახი, მისთვის თავარი იყო იმ მომენტში, რომ რუსი ჯარი აქ არ შემოსულიყო. აი ეს და ეს. რა ხდებოდა აქ სოფლიო პოლიტიკაში იმ მომენტში და ეს გარკვეულწილად სწორი იყო იმ გაგებით, რომ ჩვენ მაშინ იმდენი თავის ტკივილი გვქონდა, იმდენად მცირე იყო ჩვენი ხმა, რომ ასე ვთქვათ, რა ვიცი. მეზობლები გაიხსენეთ. ჯერ დღეს ვის რაში აინტერესებს და მაშინ ხომ წარმოგიდგენთ. მეზობლები გაიხსენეთ. გუშინ წავიკითხე, არ მახსოვდა რომ ჯერ აზერბაიჯანში წახვედით თქვენ, ხო? ჯერ აზერბაიჯანში. აზერბაიჯანი ბაქომდე არა რა თქმა უნდა. არა, ბაქომდე არა, განჯაში. და გითხრეს რომ წადით აქედან. დიახ, მაშინ პრეზიდენტი იყო აიაზ მუთალიბოვი და აიაზ მუთალიბოვს პირდაპირ რომ ვთქვათ შეეშინდა ძალიან გთხოვეს ასე რომ ვთქვათ რომ ორი დივიზია დგას მაშინ ჯერ კიდევ საბჭოთა ჯარის საბჭოთა უფროსწოდეთ მერე უკვე რუსული ჯარის და ამე იყო დიახ ამე ხდება არა ღამე ერთი ღამე არ იყო მე მგონი თუ აბსტები ორი ღამე გავათენეთ იქ მანქანებში
ავტობუსში. მანქანებშივე არა, ერთი ავტობუსი არა, მანქანები კოლონა იყო. და მე გადმოხვედით სომხეთში. და შემდეგ გადავედით სომხეთში, დიახ. ერევნამდე? ერევნამდე როგორ გითხრა? აქ შემოვლითი გზებით მივედით ეს იყო ეგეთი სანატორიუმი მაღალმთიან რაიონში, სასომხეთის. სანატორიი для сибиряков. წარმოგიდგენია ახლა სიმბირელები რომ ყინვისგან გაწამებულ სიმბირელებს რომ იქ დასასვენებლად ეჩვენებათ ეს ადგილი. გახსოვს კავკასიის ტყექალში бесплатная путевка в Сибирь. აი ეგ დაახლოებით ასეთი ადგილი იყო. და იქ გავჩერდით. რამდენიმე დღე? 2 კვირა. 2 კვირა იქ იყო აბსოლუტური იზოლაცია შეიძლება ითქვას პეტროსიანის ხელისუფლების მხრიდან. აბსოლუტური იზოლაცია და შიში. ამავე დროს გაურკვევლობაში იყო, არ იცოდა რა გაეკეთებინა. მოსკოვიდან ელოდებოდა მითითებას. მოსკოვიდან ელოდებოდა, მოსკოვიდანაც. ხო, მიმდინარეობს სასტიკი შეტაკებები ქალაქის ცენტრში, პარლამენტის შენობის ირგვლივ მიმდებარე ქუჩებში. ოპოზიცია თვლის, რომ მათ დაამხეს დიქტატურა და გზა გაუხსნეს საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნებისთვის. პრეზიდენტი თავისი ამალით აზერბაიჯანში ქალაქ კახში გაემართა. შემდეგი ცნობებით, დაზუსტებული ცნობებით, მან სასომხეთში ქალაქ იჯევანში გადაინაცვლა. პრეზიდენტმა დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა არჩევნებში. ქართველი ხალხი მასში ხედავდა რეფორმატორს, მაგრამ მისი შემდგომი მოქმედება გადაიზარდა დიქტატურაში. დიქტატურის დამარცხების შემდეგ სამხედრო საბჭოს წარმომადგენლებმა გამართეს პრეს-კონფერენცია, სადაც აღნიშნეს, რომ დაადგებიან დემოკრატიული სტრუქტურების შენების გზას. და მახსოვს თბილისიდან ჩამოვიდნენ ვიღაც, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს და არც მინდა დავასახელო. ჩამოვიდნენ დასაპატიმრებლად. არა, ჩამოვიდნენ შენთვის საყვარელი ინტელიგენციის წევრები, სხვები, რომლებიც გამსახურდიან აქედან 200 მილიონი ოქროს მონეტი, 200 მილიონი მონეტი წაიღო, ის უნდა დავაპატიმროთ, გადმოგვეცით და რაღაც ასეთი მსგავსი მოთხოვნებით ჩამოვიდნენ, მათ შორის ინტელიგენციის წარმომადგენლებიც. როგორც უკვე აღნიშნე და ინტელიგენციას რატო არ უყარდა ზვიად გამსახურდია მაგ ინტელიგენციას? მოდი ეს მოვჩები ჯერ ამ საკითხზე და შემდეგ ვილაპარაკოთ. თორე კვირა გავჩერდით, ნელ-ნელა შეწყდა ყველაფერი, ესე ვთქვა, ჯერ მახსოვს რომ არაკი აღარ იყო, მერე ყველი, მერე პური, ბოლოს დარჩა, რა ვიცი, ჩაი და წყალი და ამასობაში გავიდა 2 კვირა და ამ პერიოდში სწორედ ჯოჰარ დუდაევმა მოახერხა ის, რომ მიიღო სომხეთის ხელისუფლების თანხმობა დაეყოლიებინა სომხეთის ხელისუფლება ჩვენს გროზნოში გადასვლას. მახსოვს მაშინ წამოვედით ერევანში და ზვართნოსის აეროპორტიდან გადავედით ჩეჩნეთში. აგვედევდნენ გამანადგურებლები მაშინ, თვითმფრინავს აედევდნენ სოხუმელი კაცი იჯდა შტურვალთან ზაურბედია. ახსოვს ზაურმა დაწია დაბლა ეს თვითმფრინავი რაც შეიძლებოდა დაბლა ჩააქრო შუქები. ეს თქოს რომ არ ყოფილიყო მოსაცნობი ნიში. შეიძლება და აეფეთქებინათ. შეიძლება. მე ვფიქრობ რომ ძალიან რომ ზდომოდათ შეიძლებოდა ეს გაეკეთებინათ კიდეც, მაგრამ რაღაცას ელოდებოდნენ ალბათ ან რაღაც გაურკვევლობაში და თანამ პილოტის მანევრებმაც რაღაც გარკვეული როლი ითამაშა. და იმას ელოდებოდნენ ალბათ რომ თბილისსა და გროზნოს შორის დაძაბულიყო ურთიერთობა, რატომ ეს ჩვეულებრივი ესეთი მოსკოვური სქემა არის, რომელიც არაერთხელ გაუკეთებიათ რომ და ჩეჩნეთისგან ტრისხატის შექმნა, რაც დაიწყო სწორედ მაგ რო აეფეთქებინათ ეს არა, როდესაც გაგიშვეს. ჩვენს ჩასვლას იქ რომ გამოეწვია თბილისსა და რა თქმა უნდა და მოხდა კიდეც ეს დაპირისპირება. იცი მე თქო ომის დროსაც საუბრობდნენ, მაგრამ ჩეჩნები გვებრძვიან. არა, ეს საუბრობდნენ, მაგრამ კგბ ასე მუშაობდა, ესე იგი არა რუსები გვებრძვიან. კი, მაგრამ ამისთვის საჭირო იქნებოდა ის, რომ მოსახლეობის აბსოლუტურად უმეტესი ნაწილის განმასახიერებელი, ასე ვთქვათ, არტიკულატორი მისი ინტერესებისა ყოფილიყო შევარდნაძის ხუნტა. და ახლა მაშინ მოგეხსენება მიუხედავად სიმპათიისა თუ ანტიპათიისა მის მიმართ, ახლა მას რომ უმრავლესობა ხოლო და უმრავლესობა და მხარდაჭერების შეერაღებული გადატრიალება აღარც დასჭირდებოდა, ხო? რა თქმა უნდა. ახლა მაშინ შევარდნაძის რეჟიმი არ წარმოადგენდა, ასე ვთქვათ, საქართველოს სახეს და ვერ გამოიწვევდა, არ ამგონია რომ ამას გამოეწვია.
ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება, მე ვფიქრობ, უფრო მოგვიანებით მოხდა ამას დაიწყო ამაზე ფიქრი და ეს გააკეთეს სწორედ აფხაზეთის ომში. და ეს განსაკუთრებით დაიწყო ვითარება, როდესაც ზვიად გამსახურდია სამეგრელოში ჩავიდა. პირველი გარანტია ჩაის კულტურა დღეს. და ამას უნდა მივხედოთ ძალიან სერიოზულად. აი მე გთხოვთ. თუ ჩემი პატივისცემა გაქვს და თუ ჩემი სიყვარული გაქვს, აი ამით უნდა დავამტკიცოთ ახლა. რომ ამას ჩვენი რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი ამაღლდეს. ამაზე არის დამოკიდებული კანონიერი ხელისუფლების აღდგენაც, იმ ომში გამარჯვებას და ბევრი სხვა რამე, მეგობრებო. აი ეს მინდა რომ იცოდეთ. მე ამას ყველას ვეთყვი, ყველა რეგიონს. თქვენ ალბათ ხვდებით ამას, რატომ ამბობ, ამის მიხედვით ძალიან ძნელი არ არის და აი ეს სათხოვარი მაქვს მე თქვენთან. მართალია ის ეხლა დროა უკვე გამოვიდეთ იმ ძიმე შოკიდან, რომელშიც ჩაგვაგდო ამ ხუნტამ, ამ უკანონო ხელისუფლებამ და ეხლა უნდა გადავიდეთ შრომაზე, კაც დისციპლინაზე და უშველოთ საქართველოს. აი ეს არის ჩემი სათხოვარი, უპირველესი სათხოვარი. იყავი შენც იქ? არა. არ ყოფილ. შენ მეგონი მოსკოვში. მაშინ გროზნოში არა, მაშინ გროზნოში დავრჩი მე და დავრჩი რა დამტოვა ჩემმა უბრალოდ და არ წამიყვანა მიუხედავად ჩემი დიდი თხოვნისა. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ მაინც იცოდა, რადგან მიდიოდა. შემდეგ რა ვიცი. შემდეგ რუსეთის ჯარი დაიხმარეს, დსთ-ში შევიდნენ, გახსოვს ალბათ ეს პერიოდი, ანუ ყველაფერი შეასრულეს. გადაფურთხებული ალოკვაც და შემდეგ ჩვენა ლოკავთ ჩვენა. მე ახლა მოუხრა რუსა, რომ ეკონომიკური კავშირი დაუკავშირდეს რუსეთს, მე ამას ვერ გავაკეთებ. ჩემი ხელით ეს არ გაკეთდება. არ გაკეთდება ჩემი ხელით, სამ უნდა გააკეთოს, ეს გამოსავალი არ იქნება სხვა. რამდენი ფონდი უნდა გაიგოს? რა ფონდი მოხდეს? არ იქნება სხვა გამოსავალი, შევარდნას ამას ვერ გააკეთოს, იმიტომ თქვენ არ პატიებს ამას შევარდნას. სხვა დაბადიებს. ამიტომ მე უნდა იცოდეთ. მე ჩემ გადაფურთხეულს არ ავიღავ. ბოლშევიკ დამთავრდა. ჩემი ოთხმილას კონდა საზღვარი. პრეზიდენტ შევარდნაძე გადამდგარია. მე ეს და ნახევარია. ის მოთხოვნა შეიძლება და ყველაფერი მოიწმინდეს. ის მოთხოვნა შეიძლება და ყველაფერი მოიწმინდეს. ალეთის მოსახლეობა პარლამენტის შენობასთან შეგროვდა ერთი თხოვნით, რომ მას უარი ეთქვა გადადგომაზე. ყველაფერი როგორ ფიქრობ შენ, დაგეგმილი იყო თუ სპონტანურად მოხდა? გოგი, მე ამჯერა შეთქმულების თეორიების. აი, ცოტა გადავუხვევ თემას, აი მაგალითად WikiLeaks-ის ეპოპეა სულ ბოლოს ახალაც იყო ჩვენს მეხსიერებაში, მეტყველებს სწორედ იმაზე, რაოდენ არეულია საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო პოლიტიკა. რომ არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან ბევრი გავლენის ჯგუფები, კიდე ლოჟები და არ ქვია მას კიდე დირექტორატები და კიდე არ წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, რომ თელმა მსოფლიომ მასზე იფიქროს. არა, რა თქმა უნდა, ჩვენი ილუზია. უბრალოდ ახლა მოდი ასე ვთქვათ, გარკვეული მნიშვნელობის მქონე წერტილი დიახაც არის პლანეტის ზედაპირზე. მაგრამ მე სხვა რაღაცას გეუბნები, აი WikiLeaks-მა დაადასტურა თქო ის, რომ რამდენად სპონტანურად შენი კითხვის პასუხად ვიძახი, ხდება ხშირად ეს რაღაცეები, აი ჩვენთვის უკვე შემდგომ გრანდიოზული მოვლენები, რამდენად სპონტანურად, რამდენად უბრალოდ იწყება ძალიან ხშირად, გესმის? ასე რომ მე ვერ ვიტყვი, რომ ახლა წინასწარ დაგეგმილად და გათვლილად იყო ყველაფერი. აქ უბრალოდ ერთი რამის თქმა შეიძლება, რომ რუსეთმა მოიყვანა მაშინ ხელისუფლების სათავეში ადამიანი, რომელიც უსიტყვოდ შეასრულებდა მის ნებას. მან იქამდე სანამ გამოუჩნდებოდა დაუშვათ იქამდე სანამ მის ინტერესებშიც იქნებოდა ეს ყველაფერი ედვარდ შევარდნაძეზე ვამბობ და მათ შორის აი ახლა აფხაზეთში გახსოვს ალბათ შევარდნაძის გამოსვლა ელცინმა მითხრა გუდაუთაში ჯარი არ შეიყვანო გამოდის რა რომ ორივე მხარის მთავარსარდალი აფხაზეთის ომში ელცინია და რუსებმა მითხრეს და რუსებმა დამავალეს და თუ გახსოვს აი მაგალითად ჩამოგდებული სულ 27 ოჩამჩირეში ჩამოაგდეს თუ რომელ რაიონში ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ და შევარდნაძე რომ მივიდა დიდი სამზიმრით ამ პილოტის ტრაგედიის ადგილას იქ მისი გამოსვლა და ასეთი მომენტები მრავლად იყო აფხაზეთის. Я бы хотел сейчас именно с этого места, где произошла эта трагедия, обратиться всем солдатам и офицерам России, которые
нацеливать на проведение боевых операций в Грузии, что их обманывают. Я хорошо помню историю, и пусть они не забивают, что случилось в Афганистане, что получилось в Венгрии, Чехословакии. И я думаю, что надо всех предупредить, что история не повторилась. ყოველ შემთხვევაში მაშინ რუსები დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ შევარდნაძე გააკეთებდა იმას, რასაც ისინი ეტყობდნენ. დაუშვათ იგივე გეხსოვნება ალბათ სოხუმის დაცემის ისტორია, როდესაც ქალაქი ფაქტობრივად შეუიარაღებელი დატოვეს, რა ვიცი, მე ახლა ვერ ვიტყვი კი არა, ვერ დავიჯერებ, რომ დიდ პოლიტიკოს ჭალებში ეს შეიძლებოდა არ სწორნოდა. ამას ახლა მე და შენ არ ვჭამდით. ამ ადამიანებს რომ ხოცავდნენ თბილისის ქუჩებში გამსახურდიას მომხრეებს, ზვიადისტებს. ამას უყურებდით იქ? გახსოვს შენ ეს თავისtildeება? იმასოს საშინელის დაბეჭდილება იყო. ნუ ახლა ჩემი პირად დაბეჭდილებაზე რომ არ ვილაპარაკო, თუ შენ ეს გაინტერესებს მაინც და მაინც. მამაჩემის დაბეჭდილება საშინელი იყო ამაზე, რა ვიცი. რაღაც გამოუვალობის ტრაგედიის, ფაქტიურად სევლებამდე იყო მისი რეაქცია. იყო მისი რეაქცია. საერთოდ ის ძალიან როგორ გითხრათ, მისი სოფხედველობა, ასე ვთქვათ, არ იყო ჩვენი დღევანდელი გაგებით, ასე ვთქვათ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ასე კაცრად რაციონალური რომ ვთქვათ, ისევე როგორც ნებისმიერ ცხოველების სიტუაციაში მოხვედრილ ადამიანს ვერ მოთხოვ რომ იგი ასე ვთქვათ რაღაც კალკულატორივით ასე ვთქვათ აბსოლუტურად 2/2-4-ის პრინციპით მიუდგეს მოვლენებს და იყო რაღაც მოვალეობის შეგრძნება, ფატალიზმის შეგრძნებაც, ალბათ რაღაც რა ვიცი რელიგიური შეფერილობაც რელიგიური თუ რა ვიცი ეროვნულ რელიგიური უბრალოდ სიტყვა იქნება რომ ვიხმარო რაღაცა მენტალიტეტის რაც მას ჰქონდა ეს შეფერილობაც ჰქონდა მის შეხედულებებს ყოველ შემთხვევაში ახლა ის რომ მე ხო გითხარი რომ მაინც მგონია რომ მან კარგად იცოდა რაზე მიდიოდა და 90%-ით რომ ეს დამთავრდებოდა სწორედ ისე როგორც საიტკერაც მიდიოდა როგორც დამთავრდა დიახ უბრალოდ ხო გეუბნები ახლა ეს რაციონალისტური ხედვა ამ მომენტში ყველა ადამიანი რომ ერთ თარგზე მოჭრა ასე არ ხდება და ეს არ იქნება სწორი. თუმცა ეს ირაციონალიზმი ძალიან ხშირად პრობლემებს უქმნიდა ქვეყანას საქართველოში. ეს არ ეხება მარტო გამსახურდიას. მე იმ მომენტში ვიძახი ყოველ შემთხვევაში იმ მომენტში ცოტა პერსპექტივაში რო შევხედოთ და რა არის იცი მე მაშინ მაგის პასუხად სხვა რამეს გეტყვი. რაციონალურად რომ მივუდგეთ აბსოლუტურად რაციონალურად და ეს რასაც ახლა მე სცენასაც მე შემოგთავაზებ, ესაც აბსოლუტურად რაციონალური სცენარია, ხო? რომ ჩვენ ვართ რაღაც ჭიაყელა ცივილიზაციის პერიფერიაზე, რომელსაც არავითარი პრეტენზია არ უნდა გქონდეს, რომელსაც არ გააჩნია დღევანდელი დღის მდგომარეობით. გარკვეული იდეალიზმი თუ არ ახლავს პოლიტიკოსის ხედვას, ხომ? მსგავსი სცენარით კაცობრიობა დღესაც გამოქვაბულში იქნებოდა, ხო ასე? ჩვენ ვართ არავინ აბსოლუტურად, აი ჩანგალი არ არსებობს დღეს ქართული წარმოების. მაგრამ პრეტენზია რო დიდია. ოხ, ბოდიში ჩვენ. ბოდიში თქვენთან. ესმის და მაშინ ჩვენ დე ფაქტო ამ მდგომარეობას თუ გავითვალისწინებთ სრულიად რაციონალურად, მაშინ რა ვიცი. მაგრამ შენ თარგმნე საქართველოს სულიერი მისია. მე ნაწილი მხოლოდ. ხო. ამ ტექსტში საქართველოს ცოტა სხვანაირად არის წარმოდგენილი. მე შეიძლება ეს ნაწილი ვთარგმნე, მაგრამ მე ახლა ადრეს ბევრჯერ მithქვამს, მე ყველაფერში სულაც არ ვეთანხმები და სულაც არ ვარ ვალდებული ვინმეს დავეთანხმო, მათ შორის მამაჩემს. რა თქმა უნდა არ ვეთანხმო. ცოტნე, როდესაც ჩამოასვენეს ჩეჩნეთში, გროზნოში შენ იყავი, არსებობს შემზარავი კადრები, გინახავს ალბათ, შეიძლება ასე თქვას, დატირების ზვიად გამსახურდი. და შენამ უფრო ეს ფატალიზმის ელემენტი შემოიტანე, ანუ თქვი რომ პრინციპში თვითონ გრძნობდა რომ ესე დასრულებოდა. ანუ გარკვეული თვალსაზრისით შენ უკვე რამდენი წლის იქნებოდი მაშინ 18-ის. მზად იყავი ამისთვის. ვერ ვიტყვი რომ მე ვიყავი მზად. მე შემდგომ მივხვდი ეს პოსტფაქტუმ. აი რაღაცები გავაანალიზე მაგალითად, აი
დაიკარგა მაგალითად დედამისის სურათი წაღებული რაღაც შემდგომ აი ჩვენი საუბრები რო აღვადგინე მასთან ასე შემდეგ რაღაც ასე ვთქვათ მეორე ხარისხოვანი დეტალებიც კიდევ შეიძლება ითქვას მივხვდი რომ მან ხოვეუბნები დაახლოებით 95% თუ მეტი არა იმზად იყო იმისთვისაც მოხდა მაშინ ასე ვთქვათ რა არის იცი არსებობს ასეთი ხედვა უთანასწორო ბრძოლაში, როდესაც ნუ განდახევას არ აპირებ, რომ შენ უნდა გაუძლო, უნდა ბოლო ამოსულ თქვამდე, ესე ვთქვათ, როდესაც მიზანი სიცოცხლეზე მეტია. არსებობს ასეთი, არ არის რაციონალური ხედვა, ახლა წმინდა ევროპული, თუ გნებავს ლიბერალური რაღაც ბურჟუაზიული ხედვა ეს არ არის, ამას ის ვერ გაიგებს უბრალოდ ეგონები გიჟი. ეხლა მე არავის არ ვედრები, მაგრამ უშუალოდ აი მეც მქონია ეს მომენტი ცხოვრების მანძილზე და გაუძლები და არაფერი გრჩება სიკვდილის თუნდაც ვთქვათ გმირული სიკვდილის. გმირობაზე არ ფიქრობ, როგორც ასეთი გმირობა შეფასებითი კატეგორიაა, მე ვიტყოდი. აი ვერც ერთი აი ისტორიის მანძილზე ვერც ერთი გმირი ესე ვთქვათ, აი ვერც კი წარმოიდგენდა ალბათ იმ შეფასებას, როგორც მას შეაფასებდა შთამომავლობა. ეს უბრალოდ შენ აკეთებ იმას, რაც უნდა გააკეთო, მორჩა და დამთავრდა, იმიტომ რომ ეს ხვანაირად აი ვერ წარმოგიდგენია შენ რაღაც სიცოცხლის გაგრძელება. ეს მე ახლა პირადი გამოცდილებიდან შეიძლება სუბიექტური რაღაც პატარა გამოცდილებიდან ვლაპარაკობ, მაგრამ რა ვიცი. იმას გეუბნები რომ წინასწარ გათვლილი და რაციონალისტური არ იყო და ვერ იქნებოდა ეს. მეგობრებო. მარტო კაცი ჩამაშიეთ ბრალია ის კაპულიანს. ფაქტიურად მე დამწეს მარტო. გაიხსენეთ ჩემი მოწოდებები. დეკემბრის 5-ის წინ. მიტინგზე და წარამოდიოდა ხალხი. მართალია დაშინებული იყო მე მესმის. მაგრამ აბა გაიხსენეთ ლიტვა როგორ ამოუდგა ლიტველი ხალხი კარში ლიტვის ხელისუფლებას ლანცბერგის 13 ივნისის მოვლენების დროს. თვეების განმავლობაში მორიგეობდა 1000-ობით კაცი ლიტვის პარლამენტში. ჩვენთან კი გადაინახეს სიცარიელი მთავრობის სასახლის მოვლენის წინ, აი მაშინ დაიწყეს პუტჩი. ასე რომ ხალხმა თავის სინდისში ჩაიხედოს. თავის სინდისში ჩაიხედოს იმან, ვინც ამას ჩვენ გვაყრებს. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი არ გვაიარებდა. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქი აიარებდა ფუჭისტებს. ჩვენ კი გადაკეთებული აღზრდების ანაბარად ვიყავით. დარჩენილი და შიგნითაც ნახევარზე მეტი მოღალატე იყო. ამ ძალის სიმართლის დღეს გეუბნებით. მთავრობის სახლის სამხედრო შორის ნახევარზე მეტი და თვით შტაბის უფროსი მოღალატე. აი, ასეთ მდგომარეობაში ჩამაგდეს მე და ნუ გიქვით შედეგები. ვინაიდან ყოველდღიური იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც მას ჰყავს. ეს აკეთებს. ამიტომ და დავიმსახურებ უკეთეს. უბრძოლველად მივიღეთ თავისუფლება. ზამზარეული თავისუფლება და ამიტომაც დავაკეთეს. მე იყო ერთი საინტერესო ისტორია, როდესაც გარდაიცვალა. მის როცა უკვე როდესაც შევიტყვეთ მისი გარდაცვალების შესახებ, მის კაბინეტში, როდესაც დავათვალიერე საწერი მაგი და ვიპოვე პატარა ლექსი. პატარა ლექსი ვიპოვე რაღაც ქაღალდის ნაგლეჯზე, მისი ხელით არ იყო ეს დაწერილი, მისი ხელით იყო არ ვიცი. მისი ხელი არ იყო ნამდვილად. არც მისი სტილი. უცრავად. ახლა ვეცდები ეს ლექსი გავიხსენო. საქართველოს ჰავა ეშაფოთზე ავა. აზთა სამრეკლოდან აფრინდება ყვავი, შეეწია ღმერთო დანათელი ხავი. ერთადერთი ქაღალდის ნაგლეჯი ეგდო ამ გამოცარიელებულ საჭირო წერი მაგიდის უჯრებში. მისი დაწერა არ ვიცი. აი რაღაცა ესეთი რაღაც ნახევრად მისტიური ისტორია შემიძლია უბრალოდ აი გავიხსენე არასოდეს ეს არავისთან არ გამიხსენები.